Narkopolitika და ზოგადად ეს პრობლემა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან საინტერესოა. თვითონ პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო ატარებს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, ესე ვთქვათ, საჭიროებს დახვეწას, ძალიან კარგია, რომ მიმდინარეობს მსჯელობა ამ საკითხებზე. მე ვთვლი, რომ შესაბამისი სფეროს ექსპერტების თანამონაწილეობით, იურისტების, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების, მათ შორის სასულიერო პირების ჩართულობით, კარგია, რომ მიმდინარეობს ამ თემებზე საუბარი და ალბათ უახლოეს პერიოდში უკვე ახალი საქართველოს ახალი პარლამენტი, რომელიც შეიკრიბება, დაიწყებს მსჯელობას, რათა მოხდეს იმ საკანონმდებლო ხარვეზებზე მუშაობა, რომელიც ბუნებრივია ახლავს ნარკოპოლიტიკას საქართველოში დღეს და ეს არ არის მარტო დღევანდელი ხარვეზი, წლების განმავლობაში არსებული და დაგროვილი პრობლემებია, ესე ვთქვათ, და ნარკოპოლიტიკა ზოგადად საქართველოში დაიხვეწება და შესაბამისად ყველაფერი ეს მიმართული იქნება იმ მიმართულებით და იქითკენ, რომ მივიღოთ მაქსიმალურად უკეთესი შედეგი, მაქსიმალურად ნაკლები ნარკოდამოკიდებული ადამიანი, მაქსიმალურად მეტი ჯანსაღი ცხოვრები ადამიანი, ხოლო კანონმდებლობის ის ბერკეტები, რომელიც თან უნდა ახდეს მთელს ამ პროცესს, იქნება მაქსიმალურად ორიენტირებული ადამიანის პატივსა და ღირსებაზე, რათა დაცული იყოს დემოკრატიული ღირებულებები და ადამიანის უფლებები.